ერთი დიდი სოფელი იყო. მას ჰქონდა დიდი უღრანი ტყე, სადაც სოფლელები არ შედიოდნენ. რადგან იცოდნენ, თუ შევიდოდნენ, შეიძლება გამქრალიყვნენ. სოფლელები ძალიან შრომის მოყვარეები იყვნენ. სოფელს და თავიანთ სახლ-კარს კარგად უვლიდნენ. ამ სოფელში ცხოვრობდა ერთი გოგო, სახელად ელი. იგი 11 წლის იყო. ყავისფერი თმა და თაფლისფერი თვალები ჰქონდა. ის ძალიან ცნობის მოყვარა იყო. მას ყველაფერი აინტერესებდა. ისიც აინტერესებდა, რატო არ შეიძლებოდა ტყეში შესვლა. იცოდა, რომ სოფლელები იკარგებოდნენ, მაგრამ აინტერესებდა რატომ. სოფლელები ცხრის მერე გარეთ არ გადიოდნენ. თოვებს აიღებდნენ და სახლებში ჩუმად ისხდნენ. ერთ დღეს გოგონა მშობლებს უთხრა, რომ თავის მეგობარ ანასთან წავიდოდა და 7 საათზე დაბრუნდებოდა სახლში. მშობლები დათანხმდნენ. გახდა 7, მაგრამ ელი არცად ჩანდა. ალბათ აგვიანდება, თქვა დედამ. დიდხანს ელოდნენ და ლოდინში გავიდა 1 საათი. მშობლები ანასთან წავიდნენ შვილის მოსაკითხად. ანამ კი უთხრა, რომ ელი დღეს ჩემთან არ მოსულაო. ელის და ანას მამამ თოფები აიღეს და ტყეში გაიქცნენ ელის საძებნელად. ქალები ნერვიულობდნენ, დიდხანს ეძებეს უღრან ტყეში, მაგრამ ვერაფერს მიაგნეს. როცა საკმაოდ ჩამობნელდა, ერთ-ერთ ბუჩქნარში სისხლში ამოსვლილი ფეხსაცმელი და თმის სამაგრი შენიშნეს. ნივთები ელის ეკუთვნოდა. მამამ ნივთებს ნერვიულობისგან მოუჭირა ხელი და გულში ჩაიკრა. იქვე შენიშნეს სისხლის წვეთები და მის ნაკვალევს გაყვნენ. ცოტა მოშორებით დაინახეს გოგონა. მას ბევრი ჭრილობა ჰქონდა. მივიდნენ გოგონასთან და გულში ჩაიკრეს. ეკითხებოდნენ, კარგად იყო თუ არა. გოგონა შიშისგან ხმას ვერ იღებდა. გაქვავებული მიწას ჩასცქეროდა და კანკალებდა. ელი მამამ ზურგზე შეისვა და სასწრაფოდ გაეცალა იქაურობას. ყველამ დატოვა ტყე. ქალებმა ელის დანახვისას კივილი დაიწყეს და სასწრაფოდ დაუწყეს ჭრილობების დამუშავება. გამოიძახეს სასწრაფო დახმარების მანქანა და დასუსტებული ელი საავადმყოფოში გადაიყვანეს. ელი როცა ცოტა გონს მოვიდა, პოლიციელებმა სცადეს მისი გამოკითხვა, თუ რა გადახდა, მაგრამ იგი კვლავ არ იღებდა ხმას. ნერვიულობისგან იწყებდა კანკალს. ელი გადარჩა, მაგრამ ამ ამბის შემდეგ მისი ხმა აღარავის გაუგონია. იგი შიშისგან დამუნჯდა. ამ ამბავმა ყველა შეაშინა და მას შემდგომ ტყეში ფეხი აღარავის შეუდგამს.